მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმისა და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ სამშაბათობით და პარასკევობით გადის ეთერში და ჩვენ საუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აქტუალური თემის მშობლობის შესახებ. მშობლსა და მოზარდს შორის არსებული კომუნიკაციის სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე. მშობლობის შესახებ ბევრი მითი არსებობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობას აღზრდელობითი დანიშნულება აქვს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პოზიტიური მშობლობის სტილი ეხმარება მოზარდს სოციალური უნარების განვითარებასა და ემოციების რეგულაციაში. ასევე პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში, საშუალებას აძლევს მათ დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობაში. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, რას ნიშნავს ზოგადად პოზიტიური მშობლობა, რა სარგებელია მოაქვს მას ბავშვისთვის და მშობლისთვის, რა მითები არსებობს და რა გავლენა აქვს მას სოციუმზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ფსიქოლოგი ნათია მექვაბაური. ნათია, მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და გვერდებით ნათია გადაცემაში. ესე იგი, დავიწყოთ როგორც ვთქვით თავი და რაც არის ჩვენი გადაცემის თემა. ესე იგი, რა არის ზოგადად პოზიტიური მშობლობა? ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, ხომ? არის დამკვიდრებული ამ აღზრდასთან დაკავშირებით. უმრავლესობა ცდილობს მისცეს შვილებს საუკეთესო და ამას ისე აკეთებენ, მაგალითად, როგორც თვითონ სჯერათ, რომ სწორია. ვთქვათ ის, რომ კარგი ბავშვი აუცილებლად დამჯერი უნდა იყოს, ამის მიღწევა კი მხოლოდ მკაცრი, ასე ვთქვათ, მოპყრობით და მეთოდებით არის შესაძლებელი. რამდენად არის ეს მითები, ნათია, ჩვენ საზოგადოებაში გამჯდარი, ამაზეც რომ ვისაუბროთ და როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს დამოკიდებულებები და მიდგომები შევცვალოთ და საერთოდ ამაზე რამდენად საუბრობენ თვითონ შვილებიც და მოზარდებიც, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვთ შეხება, როგორც მშობლებთან, ასევე უკვე ბავშვებთან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. ძალიან აქტუალური თემა და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ესეთი ჰარმონიული და სრულფასოვანი ესეთი საზოგადოება გქონდეს. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვობის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ბავშვობის ასაკს თანს ის, რომ უნდა განვიხილოთ ამ დროს ხდება ადამიანის გაზრდა ყველა მიმართულებით, ხო? ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალური ასპექტები წაიღება და ასე შემდეგ. ეს საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალიან ესეთი ძალადობრივი მიდგომები და საკმაოდ გავრცელებულია და თვლიან, რომ ეს არის აღზრდის ნორმალური სტილი. ამას თავისი საფუძვლები აქვს, ალბათ ერთ-ერთი არის ის, რომ არ გვაქვს მშობელთა სკოლები, ესეც სავალდებულო საგანმანათლებლო რაიმე კურსი, რომელიც ძალიან კარგი იქნება, რომ ყველა მშობელმა გაიაროს. და კიდევ ის, რომ რაღაცნაირად ტრადიციულად მაინც ესეთი საზოგადოება ვართ მეტნაკლებად გაკეტილი, რაღაც ოჯახის პრობლემებზე გარეთ-ნაკლებად საუბრობს და აი ესეც იწვევს ხოლმე რაღაც მომენტში ბარიერების შექმნას იმაზე, რომ გავიკითხოთ, მივმართოთ ისეთ ადამიანს, ვინც ამ სფეროში არის კომპეტენტური და ასე შემდეგ. ხა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მშობელი ძალით აზიანებს მისი შვილის ფსიქიკას ან განვითარებას, მაგრამ მათ ყველას ძალიან კარგი უნდა შვილები, მაგრამ სამწუხაროდ არასწორი მიდგომები ხშირია და ამ არასწორი მიდგომების გამო ვიღებ ხოლმე პრობლემურ ქცევას, ესეთი კრიმინალური ქცევის მქონე მოზარდს და კიდევ რაღაცა სხვადასხვა ესეთი პრობლემები იჭერს ხოლმე თავს. ძალადობა ბავშვებს როგორც წესი საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს და მე ამას მოყვება ხოლმე კიდევ სხვადასხვა პრობლემები. ამას სამწუხაროა, რომ ჩემთან როცა მოდიან უკვე საკმაოდ ბევრი დროა ხოლმე გასული, ზოგადად მოყავთ ბავშვები ან მოზარდები ისეთ პერიოდში, როცა მათი ქცევა, ესეთი ოპოზიციური ქცევა იქნება, ეს თუ რაიმე ქცევითან ემოციური დარღვევა, საკმაოდ უკვე ესეთია დამყარებულია და ძალიან რთული არის ხოლმე ამ ქცევაზე მუშაობა. და არ იწყებენ მშობლები ამაზე აქცენტს გაკეთებას, ან და ყველას პატარა ასაკში, ან და დასაწყისში, როცა ეხება იქნეს თავი. ამის მეთოდები და ასლის სტილები ზოგადად ამასთან გაცნობა და გამოყენება საკმაოდ კარგია, თუმცა როგორ არის,
და რთული არის ხოლმე კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, არიან მშობლები უფრო პროგრესულად აზროვნებს, უნდათ რაღაცა სიახლეების მიღება და ეძიება ხოლმე ინფორმაცია. რაღაცა ეს ქართულად არსებული ინფორმაცია ირია ხოლმე ხშირად არასრული და მცდარი არის ხოლმე. იშვიათი არის რაღაცა ინტერნეტზე მოძიებული ინფორმაცია, რომელიც პროფესიონალურ დონეზეა გაკეთებული. ჩვენთან უფრო ჭარბობს აღზრდის ავტორიტარული სტილი და ავტორიტარული არის მშობლობის რამდენიმე სტილი. ერთ-ერთი არის ავტორიტარული, როცა მშობელი ფიქრობს მისი შვილი და მან უნდა გაითვალისწინოს მშობლის აზრი. უნდა დაუჯეროს მშობელს ნებისმიერ ასაკში. ისეთ საკითხებში კი მაგალითად ხშირად ხშირად არის რომ მშობელი უსწრებს პროფესიას, ხო? აი ეს ხო ძალიან ინდივიდუალურია და ასეთ საკითხებში კი მშობელი ცდილობს ხოლმე მოახდინოს გაყანა შვილის მომავალ. მშობლები რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არ არიან შვილები ხები და უნდა დათმობა კარგი, მაგრამ თუმცა რაღაც ელემენტარული პრინციპები არის. ვიღაც ამას თხოვნა ის რომ იმაზე მეტადერები შვილის ცხოვრებაში ვიდრე ეს ანთროპოლოგიური მოზარდს და კიდევ საჭიროა. ხო, ნათია, რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს მოზარდებთან გულახდილის საუბრები, იგივე ვთქვათ, მშობლების მხრიდან, მეგობრების მხრიდან, არ ვიცი, მისი ძალიან ახლობილი ადამიანების მხრიდან, იგივე გარემოშიც ტრიალებს, ასე ვთქვათ და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს აი ემპათიის თანაგზნობის გამოხატვას, თუნდაც, არ ვიცი, დის, ძმის ან ძალიან ახლობილი ადამიანის მხრიდან. იმედად თუ მოზარდობა არის ასეთი, როდესაც ასაკს ნობილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული ასაკი, იმიტომ რომ ბევრი ცვლილება, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური და სოციალური, ამ შემთხვევაში მოზარდი იწევს სამყაროს შესწავლას, რაღაც ხალხთან, თავისუფლების მოპოვებასთან ერთად სოციალური პრობლემები და არიან უფრო მეტად სენსიტიურები ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ამ დროს მას ჭირდება შესაბამისად უფრო მეტი მხარდაჭერა ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში და ამიტომ ემპათია, თანაგზნობას, მხარდაჭერას აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა ძალიან ხშირად. მშობლის მხრიდან რა თქმა უნდა ეს უფრო მისაღებია და კარგია, როდესაც მშობელი უცხადებს მხარდაჭერას, რადგანაც ბავშვისთვის მშობელი მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა, რაც არ უნდა იყოს ის გამოჩენილი ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები მოზარდისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მეგობრების და მეზობლების ათესავების, ანუ მისთვის ახლობელი და ნაცნობი ადამიანების მხარდაჭერა. ეს ერთი თავისებურება, რაც ახლავს ზუსტად აი ამასაც არის ხოლმე, რომ მოზარდისთვის ავტორიტეტი ხდება გარემოში არსებული სხვა ადამიანებიდან მშობელი ნაკლებად არის ავტორიტეტი. ეს ხოლმე ღრმა ემოციურ ნაპრალს მშობელსა და შვილს შორის. იმიტომ რომ მშობელს უნდა რომ კვლავ იყოს წამყვანი შვილის ცხოვრებაში, შვილი მას უჯერებდეს და ითვალისწინებდეს მის აზრებს, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე და ძალიან ხშირად მშობელი აი აკუშვებს ხოლმე შეცდომას და აი ამ ემოციურ გახლეჩას იწვევს ესეთ ასწრებს სხვადასხვაობა, ხო? ან რაღაცა უფრო ძალადობრივი მეთოდებით მოთხოვნა და რა ვიცი, ამ დროს მშობელი ძალიან უნდა ერთადოს მithოდეს მოზარდებში, რომ მიყვეს მას, რა თქმა უნდა უკონტროლო და შეიძლება ბავშვის მიტოვება, მოზარდი იქნება უფრო პატარა ასაკის, მაგრამ რაღაც ეცადოს გამოხატა, გაიაზროს მისი მდგომარეობა უკეთესად, ვიდრე ვთქვათ აქამდე აკეთებდა. ან ცოტა მეტი ფიქრი უწევს ამ მშობელს. და დიალოგი და საუბარი ეს არის ყველაზე
ჯანსაღ კომუნიკაცია. თვითონ მოზარდები რამდენად მიდიან ნათია აი ამ კომუნიკაციაზე ძალიან საინტერესოა თქვენ რა მაგალითები გაქვთ თქვა ამისი შეიძლება მშობლება ძალიან ბევრი ეცადოს თქვა და აი ხდება თუ არა თქვა ისე რომ თქვა იგივე მოზარდისგან არ შედგეს ის კომუნიკაცია თქვა როგორიც არის საჭირო. ისიც როგორ არის ხა რაზეც ვსაუბრობდი ემოციური გახლევა. დიახ. აი ამ დროს მოზარდს უკვე აღარ აქვს ხოლმე სურვილი რომ წავიდეს ამ დიალოგში. დიახ. ეს მოხდა მე ამის აღდგენას უკვე ნამდვილად სპეციალისტის დიახ. ან რაღაც წლების მერე ხდება, როდესაც ადამიანი რაღაც სასახურს იწყებს ან დილესაკში შეიძლება ეს მოხდეს და შეიძლება აღარც მოხდეს. გასაგებია. ის თავისი შემთხვევა გვაქვს და თუ მაგალითად ემოციური გახლევა არ არის მოსაზრებით იქით უნდათ ხოლმე აქვს ბევრი კითხვები, ბევრი მოსაზრებები, შეიძლება დიდად თვითონ კარგას აღარ საუბარს მიყვებიან მშობლებს ან მარტივად. ასობოს თუ აქვს აი რაღაცა მინიმალური ფორმალით ახლა დაკავშირებით, ძალიან მარტივად შეუძლია მიაწოდოს მოზარდის ინფორმაცია, რასაც დაინტერესებს და მოზარდის გაიგოს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მშობლისგან და არა ქუჩაში ვთქვათ. ეს დიალოგი და საკუთარ ემოციებზე და რაღაც ინტერესებზე საუბარი მოზარდს პირდებათ და ნამდვილად კარგად მოდიან ამ პრობლემთან. აი თანაბარ მონაწილეობას მშობლების თანაბარ მონაწილეობას იგივე აი ეს მოზარდის აღზრდის პროცესში რა როლი და რა წვლილი აქვს იგივე აი ამ საკითხთან მიმართებით? პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანია თუ ყავს სახელზე ორივე მშობელი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორივე ერთმანეთს აკეთებს პროცესში იმიტომ რომ როგორ არის იცით ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ. ორი მშობელი არის, ისინი არ არიან ერთნაირები. ისინი გამოხატვის სხვადასხვა ხერხების აქვს, ხო? იგივე აზრის, ემოციების, სიტყვის, სიყვარულის, მოგაზრაზის და ამიტომ არის ხოლმე რომ მოზარდებს საკითხები აუთენტიზდება, რომ მოაწესრიგონ და რაღაცნაირად მიიღონ ინფორმაცია ერთი მშობლისგან და არის გარკვეული საკითხები, რომელიც მეორე მშობელთან ჭირდება. ძალიან ესეთი აუცილებელია ორივე მშობლისგან დიახ. და ძალიან საინტერესო არის, აი ვთქვათ, სანამ იმ კითხვას დავსვავ, რომელიც ფსიქოლოგთან ვთქვათ რჩევებისთვის კონსულტაციას ეხება, მანამდე მინდა გკითხოთ ნათია, თუ არის ვთქვათ შესაძლებელი, ვთქვათ თუ არსებობს ესეთი პლატფორმები, სადაც ინფორმაცია არის განთავსებული, სადაც ხელმისაწვდომობა ექნებათ ვთქვათ მშობლებსაც, იგივე შვილებსაც, რომ ეს მათზე მორგებული ვთქვათ ეს ინფორმაცია მიიღონ, რაც აინტერესებთ, ხო, იგივე რჩევების სახით, იგივე პოზიტიური მშობლობის სახით, როგორ ვიმშობლოთ და ასე შემდეგ და აი რა წვლილი აქვს აი ამ ყველაფერში შემდეგ უკვე რომ რჩევებისთვის მიმართონ უკვე ფსიქოლოგს და დახმარება ითხოვონ სპეციალისტისგან. პოსტერის სახით კონკრეტულად დავასახელებ რამ მივიცან შეიძლება ესეთი იყოს. ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაციის მოძებნა შეიძლება რაც მიაქცია ყურადღება და ეს არ უნდა იყოს ამერიკა მშობლების ჯგუფი ან რაიმე მეგობრები. დიახ. მოსაზრება შეიძლება ძალიან სტარი ინფორმაცია იყოს. შეუჩვენოს ხელი. ეს იყო აუცილებლად რაიმე ფსიქოლოგიური ან მოსახურე ან რაღაცა. ესეთი ოფიციალური დაწესებულება, სადაც მშობლის სპეციალისტები და სინდრომი შეიძლება. ზოგიერთ შეიძლება რომ ეს გამოიყენოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სიტუაცია და მათი ინდივიდუალურად იყოს მორგებული, ზოგიერთი პროფილი ვერ იყენებს ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა უფრო სხვანაირი სიტუაცია. ხო, რაღაცა ის გამოყენებული ინფორმაცია, აპლიკაციებში და გასული პროფილების ინდივიდუალური კონსულტაციის გავლა იმ სიტუაციაზე, რაც ინდივიდუალურად. დიახ, ფაქტობრივად ამოვწურეთ, ხომ? უბრალოდ სუდად მესმოდა უკვე ბოლოში თქვენი ხმა. თქვენ რაიმეს დამატება ხორგნებავთ ნათია და ასე ვთქვათ, რომ შევაჯამოთ უკვე ეს თემა. მშობლებისთვის, რომ არაფერი და მშობლობა ყველაზე რთული პროცესია. დიახ. ყველაზე იმას ამუშავება, რაც კი დამთავრდა არსებობს და რთულია.
მაგრამ არც ისე რთულია თუ აღმოსავლეთ ჩავერთებით და შევხედავთ ამას როგორც შემოქმედებით პროცესს. საკმაოდ მარტივია ბავშვის რაღაც მომენტში და ჩემი რეკომენდაცია რომ მისცეთ მოზარდებთან ბევრი არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრი ლაპარაკი არ არის შედეგიანი არც ბავშვებთან ახალმა და ბავშვებთან მეტეს და მარი ესეთი აქსიომა რომელიც დიახ ძალიან ესეთია რა მოიქეცით როგორც გინდათ რომ თქვენი შვილი იქცეოდეს და თქვენი შვილი იქნება ისეთი როგორც თქვენ გინდათ ანუ რეალურად ლაპარაკი ნაცვლად განახორციელეთ ისეთი ქცევა რომელიც გინდათ რომ თქვენ შვილს კონდეს ანუ ეს იქნება ჩემი მშობლებს და სურვილი რომ რაღაცნაირად ესე გაითავისონ მშობლებმა და მარტივია ამის შესრულება ძალიან დიდი მადლობა ნათია რომ მოიცალეთ და ჩაგვერთეთ გადაცემაში. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ და იმედია ბევრი მშობელი და ბევრი მოზარდიც მოусმენს ჩვენს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე კი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დავემშვიდობები. კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.